საუბრობდით იაგო ხვიჩიასთან ხონდა რამდენიმე წუთის წინ საუბარი რომ როდესაც ვთქვათ ვისმენთ ხელისუფლების განცხადებებს რომ ჩვენი ქვეყნის ჩართვა უნდათ რუსეთ-უკრაინის პარალელურად რომ საქართველოს ჩართულიყო იმ საომარ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებებიო იაგო ხვიჩია ამბობს ამას მთელი ოპოზიცია ამბობდა იმას რომ პროპაგანდა იყო ეს ხელისუფლების მხრიდანო თქვენი ანალიზი აი აქ რა არის რეალურად რა ხდებოდა რეალურად ის ხდებოდა, რაზეც იყო საუბარი. დამისახელოს ვინმე ოფიციალური პირი იმ სახელმწიფოებიდან, ვიზეც არის მინიშნებები, ხო? რომ ვინმე მეს უარყო. სადმე ასეთი განცხადება მთელი ამ 1 წლის, 2 წლის, 3 წლის განმავლობაში გაკეთებულა, ვინმე თქვა რომ მსგავსი საუბარი არ შემდგარაო? ვინმე თქვა რომ პრემიერთან არ ყოფილა, შეხვედრა და არ გვისაუბრია ჩვენ არაფერზეო? ეს ხომ არ მომხდარა. ეს ერთია და ახლა მეორე, არ ვიცი იაგო ხვიჩიას რა მონაცემები აქვს და ცოტა მეტი ინფორმაცია გამაჩნია ამ თემაზე და ვერავინ გადამარწმუნებს იმაში, რომ ეს საუბარი არ შემდგარა. აი ეს არის მე ისი თქმა ჩემი. ანუ როდესაც საუბრობენ კაბინეტებში იყო მოთხოვნა. სანამ ეს გასაჯაროდებოდა ახლა ბევრი ადამიანისთვის რაღაცები იყო ცნობილი. და რაღაცებს მართლა ერიდებოდნენ, დღესაცერიდებიან, ახლა რა უნდათ, რა მტკიცებულებები უნდათ, აუდიო ჩანაწერები თუ რა უნდათ, ახლა უარყოფს იქეთ ამ ხარემ, რომ ეს საუბარი არ შემდგარა. ეს ერთი და მეორე ქმედებები. ჯერ ერთი მოდი ურთიერთობების გაფუჭება საიდან დაიწყო საქართველოსთან, რომელიც აი ამ რუსეთის აგრესიამდე იყო ასოცირების ტრიოს ერთპიროვნული ლიდერი და ულაპარაკო ლიდერი, ხო? და უცებ ყველაფერი გადატრიალდა 24 თებერვლიდან. უცებ 5 წუთში და დაიწყო ეს აქტივობები. რეისების გაგზავნა ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ხო ფაქტია. ბოლო რეზოლუციები რაც მიიღო ევროპარლამენტმა, როცა სანქციებს ითხოვ და ძალიან კარგად ვიცით რუსეთის და განსაკუთრებით რუსეთის ლიდერის ხასიათი. ახლა ერთი სანქცია რომ დაატო რაღაცა, ყველაზე რბილი სანქცია მინიმუმ მოყვება, რა ვიცი, დაწყებული აგროსექტორიდან დამთავრებული ბევრი რამით, ექნება ეს ენერგეტიკა და დიდი გამოცდილება გვაქვს ამაზე, ხო? ხო, და შესაძლოა მოყვეს სრული ემბარგო. გამოცდილი გვაქვს, რა თქმა უნდა, 2006 და მანამდე და შემდგომში და ხალხის გამოყრაც. ხალხის გამოყრა, რაც მოუგეთ რუსეთს, ხო, 10 მილიონი ახლა გადასახდელია, 10 მილიონზე არა საუბარი აქვს, მორალური საკითხი იყო, რომ მოვიგეთ ჩვენ ეს დავა და მაგ მეთოდებით გვიტრიალდებიან ზუსტად და მაგ მეთოდებით ახლა იგივე როცა საუბარია უიზო მიმოსვლის გაჩერებაზე ერთადერთი ქვეყანა რომელმაც ჩვენ ვიზები გაგვიუქმა როგორც სასჯელი ეს იყო რუსეთი. ხო და ახლა საბჭოთა კავშირის ის არ უნდა ახლა ევროპიდანაც არის ხო ამის საფრთხე? ევროპიდან და მაგაზე საუბრობ ზუსტად რომ ეს არის ერთხელი უბრალოდ ახლა ერთი კოლექტიური დასჯა ახლა მე ვიცით იმსახურე წლების განმავლობაში და საბჭოთა არმიაში ხო კოლექტიური დასჯა აკრძალული. ანუ სასჯელი უნდა ყოფილიყო ინდივიდუალური. აი რომელიღაცა ჯარისკაცის გამო რომ ასეული დაგესაჯა, ამის გამო შეიძლება მეთაური მოეხსნა და უფრო მეტი კიდე ზომები გაეტარებინათ. წესდებაში კანონით იყო აკრძალული კოლექტიური სასჯელი. და ესენი გეუბნებიან რომ აი კოლექტიურად დააგრჩით ახლა ხელისუფლების გამო. დაუშვათ და ხელისუფლება რაღაცაში ტყუის, ერთი დაუმტკიცე რომ ტყუის. ხო, რატომ მაინც და მაინც ომის დაწყებიდან ტყუის და მანამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ დაუშვათ რაღაც პრეტენზიები გაქვს. ხალხთან რა გინდა?